ტატა ხვედელიანი პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი გვიერთდება. მოგესალმებით ტატა, მადლობა იმისთვის რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ტატა, ვინაიდან მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ამ თემით დავიწყებ თქვენგან საუბარს. როგორ მიდის აი თქვენი საარჩევნო კამპანია, როგორი არის წინა საარჩევნო გარემო გითხარით თქვენ და თქვენი კოლეგები, ასევე სხვა პარტიიდანაც ლელოდან გულისხმობთ პერიოდულად მართავთ ხოლმე ბრიფინგებს, აკეთებთ განცხადებებს იმ დარღვევებთან დაკავშირებით თუ იმ სხვა ხელოვნურ ბარიერებზე, რომელსაც ქმნის ქართული ოცნება და აი გითხარით ვუთხრათ საზოგადოებას უფრო დეტალურად რა ხდება ამ კუთხით. დიახ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ აქტიურ ფაზაში ვართ შესულები უკვე წინა საარჩევნო კამპანიის მიმართულებით, ხვდებით მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ძალიან დიდი რაოდენობის ხალხთან გვაქვს ყოველდღიურად შეხება. განწყობა არის საკმაოდ ასეთი ნორმალური, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აპირებს არჩევნებზე დასწრებას, მისვლას და ამას ძალიან რეალურად უყურებენ. შესაბამისად, ეს მუხტი იგრძნობა მოსახლეობაში, ჩვენ ყოველდღიურად დილიდან საღამომდე ფაქტიურად ხვდებით მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ ის კონსტიტუციური უფლება, რომლის მიტაცების მცდელობა აქვს ოცნებას დღესდღეობით, ის მაინც არსებობს და მაინც აქტუალურია ჩვენს მოსახლეობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ვთვლით, რომ ერთადერთი ბრძოლის გზა დღესდღეობით ოცნებასთან ეს არის მშვიდობიანი გზა და რა თქმა უნდა ეს გზა გადის არჩევნებზე. შესაბამისად ჩვენ ამიტომ ვართ ამ არჩევნებში, ამიტომ ვიბრძვით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ოცნებას დღეს დავაკლოთ იმ დიდი რაოდენობის ამომრჩეველს და ამ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი იყოს შემცირებული. ანუ ეს არის ჩვენი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ ოცნების რეჟიმს. რაც შეეხება დარღვევებს, დიახ, საკმაოდ მძიმე სიტუაცია არის. ჩვენ 2024 წლის არჩევნებისთვისაც მუშაობდით ამ მიმართულებით და პროაქტიულად ვაწვდით მოქალაქეებს სიტუაციის შესახებ ინფორმაციას. სისტემური დარღვევები იყო მაშინაც, ახლაც უკვე ჩანს, რომ ოცნება და ცესკოს დახმარებით, რა თქმა უნდა, ოცნება ემზადება იმისთვის, რომ ამ სისტემური დარღვევების ფონზე ისევ იყოს უმძიმესი არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა დღეს ჩვენ განცხადება გვქონდა დღეს გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მივმართეთ ცესკოს, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც იყო არჩევნებზე მისული, მათ შეძლებოდათ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა მაშინ ცესკომ დააყადაღა პროკურატურის დახმარებით ფაქტიურად გაიტაცა ეს აპარატები, რომელიც ერთადერთი საშუალება იყო იმისა, რომ ხალხს გაეგო საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია, მაშინ ვერ მოხერხდა და ახლაც ჩვენ გავაკეთეთ ეს განცხადება, იმიტომ რომ ფაქტიურად კიდევ და კიდევ ხედავთ, რომ ოცნება ცესკოს დახმარებით ცდილობს, რომ მიიტაცოს კონსტიტუციური უფლებით მინიჭებული არჩევანის უფლება. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში და ასეთ პირობებში რა ზრდის მაშინ შანსებს ქალბატონ ტატა იმის, რომ აი სადღაც მაინც დაამარცხოთ ქართული ოცნება? ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ კამპანიაში ვართ, ჩვენ ხვდებით ამომრჩეველს, მათ შორის ოცნების ამომრჩეველს, ჩვენ ძალიან ბევრს ვესაუბრებით მათ იმ ყველაფერზე, რასაც დღეს ოცნება ახორციელებს ჩვენს მოსახლეობაში, იმ პროპაგანდაზე, კორუფციაზე, იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომლებსაც ოცნება დღესდღეობით იყენებს ბერკეტად ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის, რომელიც რეალურად არის ეფექტიანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემური დარღვევები არის და იქნება, იმიტომ რომ რეჟიმთან ბრძოლის პირობებში ვართ და შესაბამისად მაშინ, როდესაც ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ, რომ დიახ, ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინვე ვთქვით, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ სუცსა და უარეს შორის. არჩევანში, იმიტომ რომ ჩვენთვის ნებისმიერი სახით რადიკალური გადაწყვეტილება. ცუდი როგორც ხდები არჩევნებში მონაწილეობა იყო და უარესი რა არის?
კი მივხვდი, გასაგებია. უარეს, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ბოიკოტის მხრიდან წამოსული ეს რადიკალური გადაწყვეტილებები, იმ რადიკალური და ძალადობრივი სცენარის დაანონსება, რომელიც დღესდღეობით არის. ანუ ფაქტიურად ჩვენ ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან და იმ ადამიანებისგან, რომელიც მხარს უჭერენ ბოიკოტს, ვერ ვიგებთ კონკრეტულ გეგმას, როგორ ამარცხებენ ოცნების რეჟიმს. მაშინ ძალადობრივი რატოა, ქალბატონ ტატა, თქვენი შეფასებით? კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს. თუ გეგმას ვერ იგებთ, ძალადობრივად რატო აფასებთ? ჩვენ ვერ ვიგებთ, თუმცა ის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პარტიებისგან, მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით, რომელიც მე პირადად ეს ტერმინი საერთოდ არ მესმის. რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა? მშვიდობიანი ფორმით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არსებობს მხოლოდ ერთადერთი. ეს არის არჩევნები, კონსტიტუციით გათვალისწინებული რევოლუციის გზაც ხომ არსებობს, ქალბატონ ტატა, მშვიდობიანი რევოლუციის გზითაც მომხდარა ამ ქვეყანაში. ცვლილება ხელისუფლების. მე არ მესმის, რას ნიშნავს ეს მშვიდობიანი რევოლუცია და მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამდენი 2003 წელს რაც იყო, ქალბატონ ტატა. მაშინ ვარდების რევოლუციას მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზეა, როდესაც ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, 2025 წელია, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა და ახლა ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ დავბრუნდეთ უკან, იქიდან გამომდინარე რომ რევოლუციური სცენარი და ძალადობრივი სცენარები, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი. შესაბამისად, ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი და მართლა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების მხრიდან და იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც ამას უწევენ პროპაგანდას, რომ მშვიდობიანი დამხობა მოხდება 4 ოქტომბერს. ეს არის ტყუილი, ისინი უბრალოდ ძალიან უპატივცემლად ვეპყრობიან საკუთარ ამომრჩევლებსაც, იმიტომ რომ საკუთარი ამომრჩეველი ძალიან კარგად აფასებს დღევანდელ მდგომარეობას და ის რომ ეს ძალადობრივი მოწოდებები არის დღესდღეობით საზოგადოებაში და ეს რადიკალიზმის პროცესი არის გაჩაღებული, რომელსაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ოცნება და აღვივებს აი სხვა ბოიკოტის მომხრე პარტიები, ეს არის ნამდვილად ძალიან ძიმე შედეგების მომტანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ ძალიან პრაგმატულად და ძალიან თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ, იმიტომ რომ ბრძოლა დღესდღეობით არის ძალიან ძიმე. ჩვენ ვებრძვით ოცნების რეჟიმს, რომელიც იყენებს უდიდეს ბერკეტებს ჩვენს წინააღმდეგ. ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ კანდიდატების დაშინების მცდელობებს, კონკრეტული მაგალითები გვაქვს, კანდიდატები იძულებულები არიან რომ მოხსნან საკუთარი კანდიდატურები არჩევნებიდან, იმიტომ რომ რეჟიმი ძალადობს მათი მიმართულებით ყველა ბერკეტის გამოყენებით. იყენებენ როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე კორუფციას, იყენებენ ასევე სხვა მეთოდებს და ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენს მოსახლეობაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრულები და მყარები ჩვენს პოზიციაში და 4 ოქტომბერი ეს უნდა იყოს არჩევანის გაკეთების დღე აუცილებლად. და ჩვენ აუცილებლად ამ ცვლილებებს თვითმმართველობის არჩევნებიდან დავიწყებთ.